Აი როგორია სულის გაზა სიკვდილისთანავე, მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოჩემის მიგზთვით. პირველ 50 დეგეს სიკვდილის შემდეგ ექცდება განსაკუთრებული სასამართლო, ღმერთი ქოვეც, სად უნდა ვიქოთ, მეშვიდობაში თუ თანჯვაში, საბოლოო განსჯამდე. როდესაც ადამიანი სულს გადასქეიმს, ჩნდებიან დემონები მისი ჩადენილი ცოდვების მიგზედვით და ანჯელოზები, კეთილი საქმეების მიგზედვით. ამაში გვარქმუნებს წმინდა ეპრემასური. ეს არის დიდი ბრძოლა წმინდა ზალებსა და დემონებს შორის ადამიანის სულისთვის, ამიტომ აქ ეშინია სულსხეულის დატოვება. თვითონ სიკვდილის სარეკელზე კი შეიძლება დაინახოს იმ საშინელი დემონები. ერთექსელბერმა ევტიმიაგა აპის მონასტერში იქცილა, როგორ ერთი კვირით ადრე გარდაშვალებამდე ანჯელოზები და დემონები უკვე იბრძოდნენ სულისთვის, იქცილეთ, როგორ იბრძვიან უფლის ანჯელოზები, ოქროთი გვირგვინოსნები, სკიმენ დემონებს და შეექსედეთ, როგორ გარბიან. მომპარველი ანჯელოზი, რომელსაც ნათლობისას ვიგებთ, დიდი სიმამაკით დგას სიკვდილის ჟამს. როდესაც ის მოდის, ყველა სექსვა უკან იქცევს. ამიტომ არ უნდა დავივიქოთ ლოკვამასთან, თუნდაც რამდენიმე მუქსლმოდრექით, სიტყვებით. გამინდაო ანჯელოზო, ჩემი სახსოვრების მომპარველო, ევედრე ქრისტეს, ჩვენს ღმერთს, ჩემთვის, ჩოდვილისათვის. ეს ანჯელოზი არ გვიქავს მოგსოლოდ სიცოცხლეში, არამედ სიკვდილშიც. ის ჩვენს გვერდით მოგზაურობს ჰაერში არსებული მებაზე თანჯვებში. მის გარეშე ეშმაკი გაკეთებდა ჩვენთან რასაც მოისურვებდა. რადგან ფსალმუნი ამბობს, ანჯელოზი უფლისა შემოეპარება მათ, ვინც მას ეშინიან და იქსნის მათ. სქესიულის დატოვების შემდეგ, სული იხსენებს ქიცხოვრების ქოველ დეტალს, არაფერი ივიქება, რადგან ხსორქის სიმძიმე აღარ არსებობს. მეორე დეგეს მფარველი ანჯელოზი ათარებს სულს ყველა იმ ადგილას, სადაც იგი სეიქსოვრებაში დადიოდა. შეიძლება იკითხოთ, როგორ შეუძლია სულს ერთ დეგეში მოიაროს ყველა ადგილი, სადაც მეტელი სიცოცხლის განმავლობაში ყოფილა. მაგრამ სული და ანჯელოზი უფრო სკრაფად მოზრაობენ, ვიდრე ელვა. სერილი ამბობს. ისინი სკრაფად გაიქცევიან, უფალო, ელვის შივებზე უფრო სკრაფად და მართალთა სულების შემდეგ იბრინდებიან. სულს მოგსოლოდ ადგილის გახსენება შერდება და უკვე იქ არის. ამ ვარად მეორე დეგეს სულს უშვენებენ ყველაფერს. აქ ჩეკვავდი, აქ დამთვრალი იქ-გავი, აქ ჩადენდი მრუშობას, აქ კოჩონდი, აქ ეთეოდი, იპარავდი, ათქვებდი და შური იზიებდი. აქ დასკინოდი, გმობდი, სკემდი სექსვებს. არ აგზარებდი, არ მარქსულობდი და უგირსად ეზიარებოდი.